არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც უხმაუროდ მიედინება ისტორიაში. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს თავად ისტორიას ერკინებიან და ცვლიან მას. კლაივ სტეიპლს ლუისის ცხოვრებაც სწორედ ასეთი იყო. ერთი შეხედვით ის ოქსფორდში მოღვაწე სწავლული იყო. ზუსტი, დისციპლინირებული, ანტიკურ ტექსტებსა და შუა საუკუნეების წარმოსახვაში ჩაფლული. კაცი, რომელიც რწმენას ილუზიად მიიჩნევდა, ნუგეშად სუსტ ადამიანთათვის. და მაინც, ამ დისციპლინირებული ინტელექტის მიღმა იყო რაღაც, რაც არ ასვენებდა მას. კითხვა, რომლის ხმის ჩახშობა არავითარ არგუმენტს არ შეეძლო. რა იყო ეს? ძახილი, რომელიც ამ ქვეყნიერების მიღმიერიდან ისმოდა. და როგორც მოგვიანებით მიხვდა, ეს ძახილი ნამდვილად არ იყო ამ ქვეყნიური, რადგან თავად წერდა. თუ გავაცნობიერებთ, რომ ამ სამყაროში ვერაფერი გვაკმაყოფილებს, ამის ყველაზე სარწმუნო ახსნა იქნება ის, რომ ჩვენ სხვა სამყაროსთვის ვართ შექმნილნი. კლაივ სტეიპლს ლუისი დაიბადა 1898 წლის 29 ნოემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში. ოჯახში, სადაც წიგნები დეკორაცია კი არ იყო, არამედ სამყარო, რომელშიც ცხოვრობდა მთელი ოჯახი. კლაივის მამა ალბერტ ლუისი იურისტი გახლდათ. დედა კი ფლორენს ჰამილტონი დიდად განათლებული იყო თავისი დროისათვის. ის პირველი ქალი მათემატიკოსი გახლდათ, რომელმაც ბელფასტის კუინსის კოლეჯი დაამთავრა. ლუისი ადრეული ბავშვობიდანვე უჩვეულოდ მდიდარი შინაგანი სამყაროთი გამოირჩეოდა. ის არამხოლოდ კითხულობდა წიგნებს, არამედ მათში ცხოვრობდა. თავის ძმასთან, უორენთან ერთად გამოგონილ სამყაროებს ქმნიდა, სადაც ცხოველები ცხოვრობდნენ, ჰყავდათ საკუთარი მმართველობა, ჰქონდათ საკუთარი ისტორია. ეს გამოგონებული სამეფოები იმაზე მიუთითებდა, რომ პატარა კლაივ ლუისი უკვე ეძებდა ცხოვრების აზრს და გაუაზრებლად უკვე ისწრაფოდა იმ სამყაროებისაკენ, რომლებიც ხილულ სამყაროს ბევრად აღემატებოდა. თავის ავტობიოგრაფიაში სიხარულით გაოცებული, ლუისი თავის ადრეულ წლებს იხსენებდა როგორც დროს, რომელიც წიგნების უსასრულო რაოდენობით იყო სავსე. წვიმიან დღეებში, რომლებიც არც თუ ისე იშვიათი იყო ჩრდილოეთ ირლანდიაში, ის რომელიმე ტომეულს იღებდა ერთ-ერთი თაროდან და მთლიანად ეხვეოდა წიგნის სამყაროში. თუმცა ეს წარმოსახვიდი სამყაროები ძირფესვიანად შეერყა, როცა 9 წლის ლუის დედა სიმსივნით გარდაეცვალა. უსაფრთხოების გრძნობა, რომელიც ბავშვობის ადრეულ წლებში ყალიბდებოდა, მყისიერად დაინგრა. დედის სიკვდილმა პატარა კლაივი დაარწმუნა, რომ ღმერთი, რომელსაც ის ეკლესიასა და დედის ნაჩუქარ ბიბლიაში შეხვდა, სასტიკი თუ არა ყოველ შემთხვევაში ბუნდოვანი აბსტრაქცია იყო. მის რწმენას საფუძველი გამოეცალა. თუმცა ერთი რამ უცვლელი დარჩა. გამუდმებული მისწრაფება მშვენიერებისა და მიღმიერისადმი. ეს იყო რაღაც, რასაც ის ვერც ხსნიდა და ვერც უარყოფდა. დედის გარდაცვალების შემდეგ ლუისი მამამ ინგლისში, სკოლა-ინტერნატში გაგზავნა. მას შემდეგ კლაივმა რამდენიმე სკოლა გამოიცვალა. ეს წლები მერყეობითა და მშფოთვარებით გამოირჩეოდა მის ცხოვრებაში. კლაივი თავს მარტო გრძნობდა, სახლი ენატრებოდა და ვერ ეგუებოდა სასწავლო დაწესებულებათა მკაცრ დისციპლინას. თუმცა ამ გარემომ აიძულა იგი, რომ ჩაღრმავებულიყო საკუთარ თავში, წიგნებსა და ინტელექტუალურ ცხოვრებაში. გადამწყვეტი ინტელექტუალური გავლენა ამ პერიოდში იქონია მისმა პირადმა მასწავლებელმა, უილიამ კირკპატრიკმა, ალბერტ ლუისის მეგობარმა, რომელიც მკაცრად რაციონალისტური და კრიტიკული აზროვნების ადამიანი იყო. კირკპატრიკი ლუის კლასიკურ ენებს, ფორმალურ ლოგიკას, არგუმენტაციასა და კრიტიკულ აზროვნებას ასწავლიდა. არაფერი მიიღებოდა შემოწმების გარეშე. საჭირო იყო ყოველი იდეის დასაბუთება ან უარყოფა. ამ მკაცრი სისტემის ზეგავლენით ლუისმა ის ინტელექტუალური ჩვევები გამოიმუშავა, რომლებმაც მოგვიანებით განსაზღვრა კიდეც მისი წერის სტილი. ზუსტი, მკაფიო და არგუმენტირებული. პარადოქსია, რომ ამ სწავლებამ, რომელიც სკეპტიციზმის გამყარებას ისახავდა მიზნად, ლუისი იმ ინსტრუმენტებით უზრუნველყო, რომლებითაც მან მოგვიანებით რწმენა აღიდგინა. ამ პერიოდში ლუისი მტკიცე ათეისტი გახდა და მიიჩნევდა, რომ რელიგია ინტელექტუალურად უსარგებლო და ფილოსოფიურად სუსტი იყო. და მაინც თავისი სკეპტიციზმის მიუხედავად მას ეკვლავ დიდ გავლენას და შთაბეჭდილებას ახდენდა მითოლოგიური ლიტერატურა, სკანდინავიური საგები, ანტიკური ეპოსები და რომანტიკული პოეზია. ეს ტექსტები მასში ისეთ რაღაცას აღვიძებდა, რასაც ის ვერ ხსნიდა.
მის ცნობიერებაში თანდათან იწყო ჩამოყალიბება ჩუმმა წინააღმდეგობამ. მისი ინტელექტი უარყოფდა რწმენას, ხოლო წარმოსახვა ჯერ კიდევ ეხმაურებოდა მიღმიერს. 1917 წელს ლუისმა ოქსფორდის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, მაგრამ აკადემიურ გზაზე წინსვლაში პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი. ლუისი ბრიტანეთის არმიაში ჩაირიცხა და საფრანგეთში, დასავლეთის ფრონტზე წავიდა საბრძოლველად. ომმა შეარყია მისი აბსტრაქტული აზროვნება, იდეების სიცოცხლის, სიკვდილის და ცხოვრების აზრის შესახებ უშუალო ფიზიკურმა სინამდვილემ ჩაანაცვლა. ტალახმა, შიშმა, საარტილერიო ცეცხლმა და დანაკარგმა. ლუისმა საკუთარ თავზე გამოცადა სანგრებში ბრძოლის ფსიქოლოგიური სიმძიმე. 1918 წელს ის ჭურვის ნამსხვრევით დაიჭრა და ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი. ომში ყოფნის გამოცდილებას მყისვე არ გამოუწვევია სულიერი გარდატეხა, თუმცა ამას სამუდამოდ შეცვალა მისი მსოფლმხედველობა. ტანჯვა იმდენად ნამდვილი იყო, რომ შეუძლებელი გახდათ მისთვის თვალის არიდება. ქვეყნიერება სუფთად მატერიალური და შემთხვევითობის შედეგი რომ ყოფილიყო, ტანჯვა უბრალოდ მშრალი ფაქტი იქნებოდა. ყოველგვარ აზრს მოკლებული და მეტი არაფერი. მაგრამ ლუისი გრძნობდა, რომ შეუძლებელი იყო ადამიანებისათვის ტანჯვის შესახებ ამ განმარტებით ცხოვრება. ომმა მასზე ღრმა კვალი დატოვა. თუმცა სულიერი გარდაქმნის დრო ჯერ არ დამდგარიყო. ომის შემდეგ ლუისი ოქსფორდში დაბრუნდა. მისი ინტელექტუალური მიღწევანი არაჩვეულებრივი იყო. მან უმაღლესი შეფასებები მიიღო კლასიკურ ფილოლოგიაში, ფილოსოფიასა და ანტიკურ და ინგლისურ ლიტერატურაში. 1925 წელს ის ოქსფორდის მაგდალენის კოლეჯის საბჭოს წევრი გახდა, სადაც თითქმის 30 წელი დარჩა. მალევე ლუისი შეხვდა ორ ქრისტიანს, ჰუგო დაისონსა და ჯონ ტოლკინს, რომლებიც მის ახლო მეგობრებად იქცნენ. მცირე ხანში ლუისმა გააცნობიერა, რომ თავის მეგობართა უმრავლესობა, ისევე როგორც თავის საყვარელ მწერალთა უმეტესობა, ქრისტიანულ თვალთახედვას იზიარებდა, რაც მის მსოფლმხედველობას საფრთხეს უქმნიდა. ამის შემდეგ ლუისი თანდათან შემოbrunდა ღვთისკენ. ის ჯერ ათეიზმიდან თეიზმში გადავიდა და აღიარა, რომ ამ სინამდვილის მიღმა მყოფი რაციონალური გონი უფრო მეტად სარწმუნოა, ვიდრე მხოლოდ უპიროვნო მატერია. საბოლოოდ 1929 წელს ლუისი დანებდა და როგორც თავად წერდა შემდეგ, აღიარა, რომ ღმერთი იყო ღმერთი. დაიჩოქა და ილოცა. მან გააცნობიერა, რომ რწმენა არ იყო ისეთი რამ, რაც თავად გამოიგონა. არამედ იყო ის, რისკენაც განუხრელად მიიზიდებოდა. ამის შემდეგ ლუისი ინგლისის ეკლესიის წევრი გახდა და იქ დარჩა ცხოვრების ბოლომდე. ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ ლუისი თავისი ინტელექტუალური ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერ საფეხურზე გადავიდა. მან და ტოლკინმა ჩამოაყალიბეს ლიტერატურული ჯგუფი ინკლინგები. მასში გაწევრიანებულნი იყვნენ მწერლები და სწავლულები. ისინი რეგულარულად იკრიბებოდნენ ოქსფორდში, რათა საკუთარი შრომები ხმამაღლა წაეკითხათ და ერთმანეთის ნაწერებზე ემსჯელათ. ტოლკინი ამ ჯგუფის ცენტრალური ფიგურა იყო. ლუისთან მას შემოქმედებითი და ფილოსოფიური მეგობრობა აკავშირებდა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა მიჩინა თავი, ურთიერთობის ადრეულ ეტაპზე მათი მეგობრობა ღრმა ინტელექტუალური პატივისცემით გამოირჩეოდა. ტოლკინის მხარდაჭერა ლუისს საღვთისმეტყველო წარმოსახვის განვითარებაში ეხმარებოდა, ხოლო ლუისის ენთუზიაზმი და კრიტიკა ტოლკინისთვის კარგი დახმარება იყო იმაში, რომ გაეგრძელებინა ბეჭდების მბრძანებლის წერა. მეორე მსოფლიო ომის დროს ლუისის ხმა ფართო აუდიტორიას სწვდებოდა, BBC-ს რადიოგადაცემების მეშვეობით. ესაუბრები მოგვიანებით გაერთიანდა წიგნში, უბრალოდ ქრისტიანობა. ლუისი ცდილობდა ადამიანებისათვის განემარტა ის თუ რას ამტკიცებდა ქრისტიანობა სინამდვილეში. იმავდროულად ლუისმა თავისთვის დამახასიათებელი ლიტერატურული მეთოდი შეიმუშავა. ის წერდა ანალოგიის, ამბებისა და მეტაფორების გამოყენებით. ლუისის წიგნი მაცდურის წერილები, გამოგონილი მიმოწერაა ეშმაკებს შორის, რომელიც მიზნად ისახავს ზნეობის ფსიქოლოგიაში ჩაძიებას. ამან ავტორს მისცა შესაძლებლობა იმისა, რომ ცდუნების, სიამაყისა და სულიერი გადაგვარების საკითხები განეხილა ერთდროულად ანალიტიკური და მხატვრული თვალთახედვით. მისი ყველაზე გავლენიანი წიგნი ნარნიის ქრონიკები სწორედ ამ სინთეზის საფუძველზე შეიქმნა. ნაცვლად საღვთისმეტყველო არგუმენტების ჩამოყალიბებისა, სულიერ ჭეშმარიტებათა შესახებ ლუისი მხატვრული თხრობის ფორმით გადმოსცემდა, რაც მკითხველს იმის საშუალებას აძლევდა, რომ საღვთისმეტყველო იდეები წარმოსახვისა და ემოციური გამოცდილების მეშვეობით მიეღო. თუ ქრისტიანობა მისი წერის სტილის შეცვალა,
აი წიგნების გამოქვეყნებამ კი საგრძნობლად იმოქმედა მის ცხოვრებაზე. მას უამრავი ადამიანი უგზავნიდა წერილებს, რომლებსაც ლუისი პირადად უბრუნებდა პასუხებს. გარდა ამისა, მას იწვევდნენ ინტერვიუებზე, ლექციების ჩასატარებლად და ქადაგებათა წარმოსათქმელად. წიგნების გაყიდვიდან შემოსული ჰონორარი საკმაოდ დიდი იყო. თუმცა ლუისმა, რომელიც მანამდე ყოველთვის ხელმოკლედ ცხოვრობდა, უარი თქვა ცხოვრების წესის შეცვლაზე. ეხმარებოდა უამრავ გაჭირვებულ ოჯახს, სწავლის ფულს უხდიდა ობლებს და ღარიბ სემინარიელებს. გარდა ამისა, ფულს ეკლესიას და ათეულობით საქველმოქმედო ორგანიზაციას სწირავდა. ქრისტიანობაზე მოქცევიდან 2 წელიწადში კლაივ ლუისმა გამოაქვეყნა პილიგრიმის რეგრესი. ქრისტიანობის, აზროვნებისა და რომანტიზმის ალეგორიული აპოლოგია. ამ თხელტანიანი წიგნით დაიწყო ნაკადი წიგნებისა, რომლებიც მომდევნო 30 წლის განმავლობაში დაიწერა და გამოქვეყნდა. მათ შორის ნარნიის ქრონიკების 7 ტომეული, მაცდურის წერილები, დიდი განქორწინება და უბრალოდ ქრისტიანობა. ეს წიგნები ათეისტებსა და აგნოსტიკებს რწმენისკენ უბიძგებდა, ხოლო მორწმუნეებს რწმენაში განამტკიცებდა. თითქმის მთელი ცხოვრება ლუისი მხოლოდ და მხოლოდ აკადემიურ და ლიტერატურულ საქმიანობაში იყო ჩაფლული და ოჯახი არ შეუქმნია. ეს შეიცვალა მაშინ, როცა ის ჯოი დევიდმენს შეხვდა. ჯოი ებრაული წარმოშობის ამერიკელი მწერალი გახლდათ, რომელიც ქრისტიანობაზე ნაწილობრივ იმის წყალობით მოექცა, რომ ლუისის მაცდურის წერილები და დიდი განქორწინება წაიკითხა. 1952 წელს ჯოი ინგლისში ჩავიდა თავის სულიერ დამრიგებელთან, ლუისთან, რომელთანაც მანამდე აქტიური მიმოწერა ჰქონდა და სამუდამოდ დარჩა. ისინი 1956 წელს დაქორწინდნენ. ამ გადაწყვეტილებას ლუისის მეგობრებისა და ნაცნობების უმეტესობა მოწონებით არ შეხვედრია, რადგან ჯოი ამერიკელი იყო და თანაც განქორწინებული. მხოლოდ ძმა, უორენი და სულ რამდენიმე მეგობარი ედგა გვერდით. ლუისი ბედნიერი იყო, რადგან ქორწინებამ სულ სხვაგვარი გამოცდილება და სიხარული მოუტანა. თუმცა მისი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ჯოი სიმსივნით დაავადდა. ცოტა ხნით გამოკეთდა, რამაც წყვილს რამდენიმე წლით ერთად ყოფნის შესაძლებლობა მისცა. თუმცა ბოლოს 1960 წელს დაავადება დაბრუნდა და ჯოი გარდაიცვალა. მწუხარებამ შეარყია ლუისის რწმენა, მაგრამ მას მაინც არ მიუტოვებია ღმერთი. ცხოვრების უკანასკნელ წლებში ლუისის ჯანმრთელობა სულ უარესდებოდა, თუმცა ის მაინც განაგრძობდა წერას, ლექციების ჩატარებას და მიმოწერას. კლაივ სტეიპლს ლუისი გარდაიცვალა 1963 წლის 22 ნოემბერს, ოქსფორდში. მისმა გარდაცვალებამ უხმაუროდ ჩაიარა. თუმცა მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა იზრდებოდა და განაგრძობდა გავლენის მოპოვებას მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში. დღეს ლუისი თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქრისტიან მოაზროვნედაა აღიარებული. მისი შრომები აერთიანებს წარმოსახვას და აზროვნებას, რითაც იზიდავს როგორც აკადემიურ წრეებს, ისე ფართო აუდიტორიას. მისი ცხოვრება ინტელექტუალური მოგზაურობაა, რწმენიდან ეჭვამდე, ეჭვიდან სკეპტიციზმამდე და საბოლოოდ და სამუდამოდ, ისევ რწმენამდე. თუმცა რწმენა მისთვის იყო არა სინამდვილიდან გაქცევა, არამედ ყველაზე კარგად დასაბუთებული განმარტება სინამდვილისა, რომელშიც ის ცხოვრობდა. მე მჯერა ქრისტიანობის, ისევე როგორც მზის ამოსვლის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვხედავ მას, არამედ იმიტომ, რომ მისი მეშვეობით შემიძლია სხვა ყველაფრის დანახვა. კლაივ სტეიპლს ლუისი.